გამარჯობა, მე ნინო მაღედანი ვარ. დღეს ვიმყოფებით ჩვენ Golden Tulip-ში, სადაც ჩავატარებ workshops და ეს არის წინა საახალწლო მზადება და ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 4. თემა, რომელსაც მინდა რომ დღეს შევეხო, არის რითი დავიწყო ცხოვრების შეცვლა და რა არის მთავარი კითხვა, რაც უნდა დავსვათ ამ შემთხვევაში. ბევრი ვერსია არსებობს ზოგადად, რითი შეიძლება რომ ტრანსფორმაცია დაიწყოს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც პირველი უნდა დასვა, არის რას ვაჯერებ საკუთარ თავს? ან რას ვატყუილებთ? იმიტომ რომ ხშირად არის რომ რაღაცა საკითხს უბრალოდ დაჯერებული გვაქვს და დავაჯერეთ ჩვენი თავი და გონია რომ სიმართლეა. არდა თუ დასვავ მაგ კითხვა, ძალიან ტრანსფორმაციული კითხვაა. რას ვატყუილებ საკუთარ თავს და რას ვაჯერებ? ამ კითხვაზე პასუხები შეიძლება იყოს ისეთი ტრანსფორმაციული, რომ იყოს ტოლფასი ძალიან ძვირად ღირებული ტრენინგის ან workshop-ის. თუმცა დღევანდელ დღეს კონკრეტულად workshop-ზე განიხილება საკითხები, როგორიც არის, როგორ დავგეგმო ჩემი საუკეთესო 2026. ძირითადად როგორ ვემზადებით ხოლმე ახალი წლისთვის? რას ვაკეთებთ? ვიწყებთ სახლის დალაგებას, ვზრუნავთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანების საჩუქრებზე. კიდევ რას ვაკეთებთ? მენიუს ვადგენთ საახალწლოს. და ძალიან მცირე რაოდენობა ფიქრობს, რომ სამზადისი სასურველია, რომ 2026 რო წარმატებული იყოს, დაიწყო ახლა. ანუ დეკემბრის თვე არის ამისთვის უნიკალური პერიოდი, ძალიან სასიამოვნო პერიოდი და ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ განსხვავებული წელიწადი და წარმატებული და ბედნიერი წელი შექმნან, მზადებას იწყებენ სწორედ დეკემბერში. რითი შეიძლება რომ დავიწყოთ? მე შემიძლია დღეს გაგიზიარო ჩვენი workshop-ის რაღაც მონაკვეთები, რომელიც ასევე თქვენ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ამისათვის არის ის, რომ აიღოთ ხელში თქვენი მობილურები, დიახ, მობილურები და გადახედოთ ფოტოებს განვლილი წლის, ჯერ კიდევ ამ წლის. დაათვალიერეთ, ოღონდ დაათვალიერეთ სხვა ჭრილში. ანუ ამოწერეთ თვალიერებისას რა იყო მნიშვნელოვანი, რა ემოციები განიცადეთ ყველაზე ხშირად, სად იყავით. შეიძლება ფოტომ გაგახსენოთ რაიმე ამბავი, რაც მოხდა. და გადახედეთ, რომ რა იყო ეს ამბავი, ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება წინ წაწია, თუ პირიქით დაამუხრუჭა თქვენი ცხოვრება. და შეიძლება რომ პაუზა ავიღო. ხო, გამარჯობათ, ერთი წუთით უკაცრავად. აგერ მოვიდნენ workshop-ის მონაწილეებიც, ველოდებით, ნელ-ნელა ვიკრიბებით, ასე რომ ჩვენ ძალიან ესე საფუძვლიანად ვემზადებით წარმატებული წლის დასაგეგმად. და თუ იყო ესეთი სირთულე დაუშვათ განვლილი წლის, აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ასევე დაწეროთ, როგორ გადალახეთ ეს სირთულე, რამ შეგიწყოთ ხელი, რა დაგეხმარათ ამ სირთულის გადალახვაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაუსვათ თქვენს თავს კითხვა. რა გავიგე საკუთარ თავზე გასულ წელს? ეს კითხვა მოგცემს იმ გააცნობიერებას, რომ რამდენად ადვილად თქვი იმ დროს, როცა უნდა გეთქვა არა. იმ სიტუაციებზე, იმ შემოთავაზებებზე შეიძლება, ან რა აღარ გაწყობს, ანუ რა გაიგე შენს თავზე, იგულისხმება, რომ რა მომენტები იყო ისეთი, რომელმაც უფრო გაგზარდა დაუშვათ, ან მომენტები, რომელმაც უფრო მოგცა მეტი ინსპირაცია ცხოვრების უფრო წარმატებულად დასაგეგმად და ზოგადად რომ ბედნიერების ხარისხი აგეწია. ანუ ყველა შემთხვევაში შენს თავზე სვავ ამ კითხვას და გებულობ იმას, რაც მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციისთვის. რატომ დავიწყე საერთოდ, რატო გამიწევი რომ workshop-ები დამეწყო?
ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე ჩემი კლიენტები, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი საქმიანობა გადასული ონლაინ და არის დეფიციტი რეალური ურთიერთობის და რეალური ვორქშოპების და არა ონლაინ. შესაბამისად, მე მინდა რომ ყველას ქონდეს თავის არჩევანი და ის რაც ვორქშოპზე ხდება, სამწუხაროდ ონლაინ ვერ ხდება ხოლმე. ვინც ხშირად ესწრება ვორქშოპებს, იცის ეს ამბავი და მე მინდა რომ ამითი უფრო მეტი სიამონების თანხლები პროცესი იყოს ეს ვორქშოპი და ადამიანებმა 2-1-ში მიიღონ. ახალ წლამდე კიდევ ერთ ვორქშოპს მოვასწრებ, მე პირადად რომ ჩავატარო და ზოგადად თვეში 2-ჯერ კვირა დღეს იქნება ხოლმე ცოცხალი შეხვედრები და ვორქშოპები. ასე რომ გელოდებით შეგვეხმიანეთ. ან მომწერეთ პირადში. ხო, ჩემი პოდკასტის 4 ეპიზოდი და სიამონებით მივიღებთ თქვენგან კომენტარებში თუ დამწერთ, რა თემებზე გექნებათ სურვილი რომ ვისაუბრობ შემდეგ პოდკასტში.